აი ამ მაჩვენს ვაცხობდი, ესაა ჩემი გადამრჩენი, რომ იტყვიან მშობლების გარდაცვალების მერე შეუდექი ამ საქმიანობას და მაჩვენს ვაცხობდი ესე ყოველდღე, ღამე, მთელი ღამე ვათებდი. მე დილას ვდგებოდი და ველოდებოდი, ან გამნელი წამიყვან და ან ჩვენ ავტობუსს მოუსწრებდი ნამოხვანის ავტობუსს. ჩავიდოდი, გავყიდიდი ბატონო და წამოვიდოდი, გაყიდით, ხელად ყიდიდი, იმიტომ ყველას მოსწონდა. მე მოვდიოდი და სადაც ერთობა იყო და სადაც ერთად ვიდექით ყველა, იქ მივდიოდი, ჭირი არ მიწევდა სახლში გაჩერება. მე იქიდან მოვდიოდი ღამე, ისე ვაკეთებდი. და ეს მადლობა უფალს შემაძლებია. ბრძოლასთან ერთად ამის კეთებაც. მაგრამ საბოლოოდ დავსნეულდი, ავად გავხდი. თბილისშიდაც მიდიოდა ჩემი აჩმები. აქ ქუთაისში ხო ყველას დაგემოვნებული აქ. ბედნიერი ვიყავი, მამა მყავდა, პენსია ჰქონდა. ჩემ მამიკოს, მეც სამსახურში მუშაობდი დიაგნოსტიკურში. ესაა ჩემი გადამრჩენი პური არსობისა და მიყვარს. და სხვადასხვა მენატრებოდა ამის გაკეთება. 8 თვე არ გამიკეთებია, რაც მკურნალობის ქვეშავა, არ გამიკეთებია და ეს ახლა არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული, რომ ვაკეთებ. მამა გარდამეცვალა 2017-ში და მის მერე დედა 2012-ში გარდამეცვალა. ის მერე ვცხოვრობ ასე, მიხარია, მიყვარს, ჩემი აქ ბებიამ და ბაბუამ ჩემ მშობლებს დაუტოვა, მშობლებმა მე დამიტოვა. ავამტყოფი რომ გავხდი, 250 ლარი დამინიშნეს პენსია. გეყოფნაური გაო. პოლიციის ქულა რომ მოვითხოვე, უარი განაცხადეს. რატო მემთხარ? შუქი გაქვს თუ გაზიო, ბევრიო, ნახმარიო. ნუ არ ვიცი რა, სასაცილოა. სასაცილოა, მაგრამ ღმერთი არ მკლავს და პატარა ვიყავი, ბაბუა ცოცხალი იყო მაშინ. გაგისმოდა? ნუ ნამოხვანგესი უნდა გაკეთებულიყო იქ. გაკეთებდნენ გვირაბები გაჭრეს. გეოლოგები ცხოვრობდნენ აქ, სოფელში მოსახლეობასთან იყვნენ და ამოწმებდნენ. შემდეგ გადაწყვიტა სახელმწიფომ, რომ არ უნდა ეშენებიათ. მაგრამ გავიდა წლები, გავიდა დრო და ისევ შემდეგ დაიწყეს ეს. 2015 დედა გარდამეცვალა 2012 წელს. 2012 წლამდეც იყო, 2012 წლის მერე და 2000 არ ვიცი რა ეს წლები ჩემთვის არის ძალიან არ მინდა გელა გავიხსენო ის წლები წარსულის, იმიტომ სულ ცუდი, სულ დაძაბულობა, სულ პრობლემები, სულ არ ვიცი, როდის უნდა გაიხაროს ერმა თავის მიწა-წყალზე და თავის სოფელში და თავის ადგილზე. ჩემთვის საშინელება იყო. მე თავიდანვე კატეგორიულზე ვიყავი გელა და ესე ვიქნები სანამდე ვიცოცხლებ. ღმერთმა კიდევ ნუ გააცოცხლოს ის, რაც მაშინ გადავიტანეთ, თორე ალბათ კიდევ ისე ვიქნები, რა ვიცი. ეხლა მე რო არ გითხრათ, ეს ყველა მიცის, რომ ესე როგორი საშინელება არის ამ პატარა ვიწრო ხეობაში. რა ვიცი, თუ თვალი აქ ადამიანს დაყური აქვს, ან კარგად უნდა დაინახოს და ან კარგად უნდა მოისმინოს. მე ამაზე მეტი არაფერი არ გამაჩნია და მაგენს დვარეცები აქვს და მე არც ერთ სახლში არ ვეჭრები და არც ერთ ეზოში არ ვეჭრები, რომ თქვენი დამითმეთ და გამოდით გარეთ ქონდა. მაცალონ სიცოცხლე სანამდე ავამტყოფი ქალი. ამ ჩემ მიწაზე ცხოვრება მაცალონ. დიდი ხნის სიცოცხლე არა მაქვს. ამდენ ხანსაც ვიცოცხლებ მაცალონ. ეხლა სამკურნალოდ მივდივარ და აი ტირი ვარ, რომ 12 წელი არ გამომიკეტია კარები და არცეთ არ წავსულა. აი არ გამომიკეტია და არ წავსულა და ავამტყოფობაზე იმდენად არ მივდივლობ, რაც ეს ჩემთვის ყველაზე ძნელია. მით უმეტეს დროებით მივდივარ და უნდა დავბრუნდე, მაგრამ ის დროება არის ჩემთვის გაყინული პერიოდი. აქ ჩემი სამშობლოა, ჩემი სოფელია. სადაც დავიბადე, გავიზარდე, ფეხი აღვიდგი, სიყვარული აქ ვნახე. თითოეულ ყვავილს, თითოეულ ადგილს ვეფერები, მათმა ჩემი ხმა იციან, მე კიდე მათი მესმის და რა ვიცი. გესი რომ კარგი იყოს, ყოველ მეორე ადამიანი ააშენებს. ჯერ ქვეყნისთვისაც და ისედაც მიტოვებულია და ისედაც დაცლილია ჩვენი რეგიონი და ჩვენი სოფელი, ისედაც ორი ადამიანი დავრჩით. და კიდევ წყალში ჩასაძირად მენანება ეს ლამაზი კუთხე.
ცხონებულმა მამამ ასე მითხრა, შვილო, ვიცი გაგიჭირდებაო, მარტო დარჩებიო, მაგრამ რაცა უნდა გაგიჭირდეს, არაფრის ფასად არ დათმოაქაურობა. იცოდა მამაჩემმა, იმიტომ ის ადგილი, რომელიც ბრძოლა მიმდინარეობდა, არ დაგვირეგისტრირეს, იმიტომ არ დაგვირეგისტრირეს, თურმე შავი დღისთვის ნამდვილად. 80,000 იძლეოდნენ, ჩემთვის მართლა დიდი თანხა იყო ის. ეს წლი უნდა გამეყიდა? სად უნდა წავსულიყავ? მაშინ სინდისი და ნამუსი მექნებოდა? ფული დღეს გაგდა, ხვალ არ გექნება და მიწაწყალი და ისტორია ყოველთვის დარჩება და იყო და იქნება. რა გამეყიდა, მითხარი საწყალი ბებია ჩემი მოხრილი ესე დილას უთენი 6 საათზე მიდიოდა. მოთოხნი და მე საღამოს ისევ წავიდოდა მოთოხნი და გაჭირვებული. ის გამეყიდა სისხლი და ოფლი ჩაქცეული. მე ჩემმა მშობლებმა გააგზელეს ეს ტრადიცია. შემდეგ მე და ყველაზე მძიმე ჯვარი მე მერგოწილა. ვინ ვიდექით? მამა ლევანი აცხონოს ღმერთმა, მაკა, მარიტა, ვარლამი, როლანდი, კახა და მე. და ვიდექით და მე მოდიოდნენ ჩვენაირი გულწრფელი გული და ჩვენაირი ხალხი, ვისაც მართლა თავის მიწაწყალი უყვარდა და უყვარს ახლადაც. აგო გუნდა ფეჭი. არ მინდოდა ესე არ მინდოდა. ნამდვილად არ მინდოდა. ვის უნდა ახლა რომელ ნორმალურს უნდა 100 მეტრიანი კაშხლის ძირში ცხობა. ან ვინ დაწერა ეგ პროექტი, ან ვინ მოაწერა ხელი ჭკუა, ვის ქონდა ასეთი გენიოსი ჭკუა, რომ ასეთ ხეობაში ამხელა ფესი გაეკეთებია. ერთ მშვენიერ დღეს ააკრავს სტრაფარიც ენკას წარმომადგენელი კერძუა და მე უფლება აღარ მექნება რომ ჩემი მიწაზე შემოვიდე, რომელიც ძალიან მიყვარს ბიჭებო. იცი როგორ მიყვარს? ძალიან მიყვარს. დავროყობ რა უფლებით უნდა წამართვას მოქალაქეს ქართველს, ამ ხეობის მაცხოვრებელს. ეს ჩემი მიწა. მე ნებით არავის არ მივცემ და ძალით თუ წამართვებენ, ვერაფერს ვერ ვიტყვი. როგორ დავდიოდი იქ თან ამოხვანგეს, როგორ დღეში ვიყავით და თან საღამოს მოვდიოდი, აჩმას ვაკეთებდი, ბაზარში მივდიოდი. მე ისევ მოვდიოდი, ვაკეთებდი აქ და რალი, როდის გაიგეთ რომ ონკოლოგიური დაავადება გქონდა? 8 თვის უკან. კარცინოსარკომა და შემდეგ დავიწყე მკურნალობა და ვფიქრობ, წავიდე და ვიმკურნალო. რისიც მეშინოდა ის ამომიფხრეს და მეიტყვიან დავამარცხეთ, მაგრამ ეხლა ახალი კერა განვითარდა და ერთი ორგანო კიდევ კარგე და ახლა მეშინია კიდევ მეორე ორგანოს დაკარგვა და კეთილი ხალხი რო არ არსებობდნენ, მე სადმე წავალ კი არა, ვერაფერს ვერ გავაკეთებ და იმედი მაქვს, რომ კეთილი ხალხი რაღაცას შემიგროვებენ და პენსიის ბარათი გამიკეთეს, პენსია მომანიჭეს, როგორც ონკოპაციენტი და პოლისის ქულა არა. 250 ლარი პენსია. რეკავ იმაში, სადაც არის ცენტრი და არა გაქვთ ხალბატონო მონიჭებულიო. სად დავრეკო, მე უთხარი ვისთან გამიშვებ, რომ გავიგო და ძალიან ძნელი არის, არ ვიცი. და ეს 8 თვე ახლა ადამიანები რო არ არსებობდნენ და რო არ მეხმარებოდნენ, 250 ლარი ძალიან რაღაცა კაპიკი არის, ხურდა არის რა. მაგრამ სხვისი ბავშვი რო ბედნიერი იყოს, იმას ვფიქრობ, რომ ჩემნაირად არ იწვალოს მის ქვეყანაში. კეთილი შურით მშურს სხვისი ქვეყანა, ისე რო არის მოწყობილი ყველა მხრიდან. მიწაწყალს კი არ ართმევენ, იქეთ აძლევენ, რომ ეკითხებიან თუ გინდა, თუ გიყვარს და აძლევენ, ჩუქნიან. ესენი ართმევენ. მე იმაზე ნერვიულობდი, რომ გავაძვირე ეს ლარნახევრად რომ ყიდიდი, რომ გავაძვირე ორნახევრად. როგორ გავაძვირო მეთქი, აი კებიცები რომ ნერვიულობდი, რომ პური არსობის ადამიანს გაძვირებული როგორ ვაჭამოთქო. შენ სულ უნდა დამყვებოდე კურსში,
ხუთში უნდა დამკვებოდე? თუთუთ. ეს ქუჩაში მანქანამ გადაუვარა და ჩამოვარდა ჩემთან კივილ-კივილ სახლში ვიყავი. მანდავე ჩემ ჭიშკართან გაჩერდა. წელს გქონით 2 თათით მოდიოდ. შემეცოდა როგორ არ შემომეყვანა. ერთი თვე ესე ახუტებული დავატარებდი ტუალეტზე. მე მომეჩი. აი შრომა მიყვარს. აი დილა რო თენდება, ახმერც იმას თქო, რომ მომეცი შეიძლება რომ დილიდან დაღამებამდე ვიშრომ. 100 წელი გამომაცხობიოს თქვენთვის ეს და 100 წელი მოსულიყავით აქ მშვიდად და კარგად. ბაზარით. აი ახლა და წავარ და მუხმოჩოქილი. ამეზოს სულ ასე ვუმლივ რომ ვერ ჩერდები. ჩემი ყველა გაჩერება არის ავამტყოფობა. მოდი. მოდი. რაც ჩემი ხელებიდან შეიძლება გამოვიმუშაო ყველაფერს, არაფერს არ გთაკილო პატიოსანი შრომით. ყველაფერს ვაკეთებ. ყველაფერი მყავდა, მაგრამ ავაშენებ რო იტყვიან ჯებირებს ისევ მენგრევა, ხან ამამტყოფობა შემიშლის, ხან რაღაც პრობლემები და ისევ ყიდი ამგეს მე რასაც გავზრდი, მე კიდევ ხელთავიდან და ეს 12 წელი ვაშენებ და ვანგრევ ჩემი ხელით რო იტყვიან, მაგრამ არ უშინდები მაინც მომავალს. მე როფერ მეყვარხარო. კურდღლები მყავს, რომლებიც დამწყეულია და არ უნდა მაგას მძიმე შრომა და ციცილები მყავს. ხო არა, ყვავილები უნდა გავყიდო, იმიტომ ალბათ რო არ გამიფუშტება და ვინ მიხედავს, ვინ მოუვლის, წყალს ვინ დაუსხამს, ზამთარში ვინ შეინახავს და უნდა გავყიდო ყველა, ესენიც უნდა გავყიდო, იმიტომ კურდღლების, ქათმების, ჩემთვის ყველა კაპიკს ახლა მნიშვნელობა აქვს და დავდები ანგარიშის ნომერი და მეხმარებიან კეთილი ხალხი, შეძლების დაგვარად. მიუხედავად იმისა, რომ ავარ ხარ, იმ ნაკვეთს მაინც არ ყიდი. რატო გადამარჩენს რომ გავყიდო? და წამლის ფულიც რომ არ გქონდეს მაინც არ გავყიდი? არა, კეთილი ხალხი არსებობენ მაგის გულისთვის და მიწაწყალს არ გავყიდ. მიქრებ შეგროვდეს იმდენი თანხა რომ შეძლო მკურნალობა და ჯანმრთელობა. მე მხოლოდ ავამტყოფობის გულისთვის ვთხოვე, თანხა ცხოვრებაში არ დამიდვია და არ მომითხოვია, მაგრამ ბოლოს შანსი დამჩაეკა.